ყველაზე სპორტული საქართველოში, კაცების პროფესიონალური დივიზიონის ზაფხულის საკვალიფიკაციო სეზონის მეოთხე ვარჯიში. The bar will judge you. 3 რაუნდი, 21 thrusters 40 კილოგრამით, 21 burpees over the bar და 11 toes to bar. ვარჯიში წყდება 10 წუთზე. თუ 3 რაუნდი შესრულდა 10 წუთიანი ლიმიტის ფარგლებში, ხულა ითვლება როგორც სრული შესრულების დრო. თუ ათლეტი ვერ ასრულებს ყველა რაუნდს 10 წუთში, ხულა იქნება დროის ამოწურვამდე შესრულებული რეპების საერთო რაოდენობა. ათლეტი იწყებს ვარჯიშს ზურგით ღერცთან ვერტიკალურ მდგომარეობაში. წამზომის ჩართვისთანავე ათლეტი ბრუნდება და იწყებს 21 თრასტერის შესრულებას. შემდეგ ასრულებს 21 burpees over the bars და 11 toes to bars. შემდეგ კი ისევ თავიდან იწყებს 21 thrusters და აგრძელებს ანალოგიურად. მოძრაობა thrusteri. ღერძი ადის ჩაჯდომის პოზიციიდან თავს ზემოთ ერთ უწყვეტ მოძრაობაში. რეპის დასაწყისი. ღერძი მოთავსებულია მხრებზე ტანის წინ, ათლეტი არის ჩამჯდარ მდგომარეობაში ისე რომ მენჯი არის მუხლებს ქვევით. რეპის დასასრული. ღერძი თავს ზემოთ, ან ოდნავ უკან, იდაყვები, მენჯი და მუხლები ბოლომდე გაშლილია. მოძრაობა burpees over the bar. რეპის დასაწყისი. ათლეტი წევს იატაკზე ისე რომ მკერდი და ბარძაყები ეხება იატაკს. რეპის დასასრული. ათლეტი გვერდულად გადაახტება ღერძს და ორივე ფეხით დგება მეორე მხარეს. ეს ნიშნავს, რომ ერთი რეპი არის burpees პლუს გადახტომა. თუ გადახტომა არ არის შესრულებული, რეპი დაუსრულებელია. მოძრაობა toes to bar. რეპის დასაწყისი. ათლეტი ეკიდება ძალზე, ისე რომ ფეხები არ ეხება იატაკს ან სხვა ინვენტარს, ტერფები უსწორდება ან უკან სცდება ძელის ქვეშ ვერტიკალურ ხაზს, მენჯი და იდაყვები კი გაშლილია. რეპის დასასრული. ორივე ტერფის წინა ნაწილი ერთდროულად ეხება ძელს ხელებს შორის. თრასტერის მოძრაობა არ ჩაითვლება, თუ რეპის დასაწყისში ჩაჯდომისას მენჯი არ სცდება მუხლებს. თუ რეპის დასასრულში იდაყვები ბოლომდე არ გაიშალა. თუ რეპის დასასრულში ღერძი თავს ზემოთ ან უკან არ დაფიქსირდა. თუ ჩაჯდომისას ათლეტის იდაყვები ან ხელები ეხება ფეხებს. Burpee over the bar არ ჩაითვლება, თუ მოძრაობის დასაწყისში ათლეტი იატაკს არ ეხება მკერდით და ბარძაყებით. თუ ათლეტი გადააბიჯებს ძელს გადახტომის მაგივრად და თუ ათლეტი გადახტომისას ეხება ძელს სხეულის ნებისმიერი ნაწილით. Toes to bar არ ჩაითვლება, თუ რეპის დასაწყისში ტერფები არ უსწორდება ან უკან არ სცდება ძელის ვერტიკალურ ხაზს და თუ რეპის დასასრულში ფეხის ტერფები არ ეხება ძელს. დასაშვებია ან მხოლოდ სპორტული ხელდაწყობის გამოყენება, ან ძელის ლენტით შეფუთვა. ორივე ერთად აკრძალულია.